გამარჯობა. მეგობრო, ტაბლიაშვილი რო ცემას მიპირებს, ეგ მართლა, უირას. არა. ცემას თუ დაჭერა ჩამოყალიბდა კაცო. რომოს გიპირებს? ხო, მაგრამ რომელი ვიდეო გავუშვათ? ორწუთიანი ვიდეოა. მე ცემა მაინტერესებს. არა, მე დაჭერას, თუ ხაინდრავას, თუ არ ვიცი, ცემას არა, მოდი, ცემასაც უპირებს, ეგ გაუშვ. ტაბლიაშვილი რო ვინმე ტაბლიაშვილი შემეშალა ღრმა. ტაბლიაშვილო, დაგაბრალეთ რომ ვინმე ცემა გინდა. დაჭერა. აი, ცემას ვინმეს უპირებს მაშინ. არავის არ უპირებს. დაჭერას. ვინმე არ უპირებს ვინმეს. ტაბლიაშვილი ვაფშე. ვაფშე, მე მგონი შეიძლება ამ ხელა ქვეყანაში ვინმეს უპირებს ცემას, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ცემა არაპედაგოგიურია. ცუდია. ხო, კაი, ირაკლი ტაბლიაშვილი სხვა ვიდეო, მე არაფერ შუაში არა ვარ. აბა რა, არა, არის ვიდეო, სადაც მე ვარ. წებამდე არ საღამოს 7 საათამდე უნივერსიტეტთან რომ მივედით იმ წამამდე მე ვემზადებოდი არგუმენტებს ვიმარაგებდი როგორ უნდა გამეკრიტიკებინა ოპოზიციური ალიანსი. უნდა მეთქვა, მინდოდა რომ მეთქვა, რომ მათ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ საიმისოდ რომ 26 მაისს საღამოს 7 საათზე შეკრებილიყო მეტი და მეტი მოქალაქე და მარშით გაგვევლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით პარლამენტის მიმდებარე მოედნამდე ტერიტორიამდე. არგუმენტებს ვიმარაგებდი და მინდოდა ყოფილიყავი, შეიძლებოდა ყოფილიყავი ერთგვარად ირონიულიც, ცინიკურიც, მაგრამ ეს ყველაფერი გადამინდა და არგუმენტები აღარ მაქვს, გულახდილად გეტყვით, ოპოზიციური ალიანსის მოცემულ ეტაპზე არ მაქვს ოპოზიციური ალიანსის წინააღმდეგ, იმიტომ რომ აი ამგვარმა კამპანიამაც კი მაცაგებია. ეხა ახალი ტრენდი ჩნდება ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, რომ მოდი პოლიტიკოსები, მე რამდენად უკვე მოდი პოლიტიკოსები გავწმინდოთ იმ ავად სახსენებელი ტაბუსგან თუ რაღაცა სიბინძურისგან, მოდი მათი რეაბილიტაცია მოვახერხოთ რეგენზისე ახლიდან შევქმნათ, რომ ისინი არიან თითქოს სუფთები და ამ პოლიტიკოსებთან პირველად პოლიტიკოსების აქციაზე დაფიქსირდა რაღაც ხალხის კონკრეტული რაოდენობა. არ გამოვა, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში რა ჩონჩხებიც დაყვებოდნენ უკან, რა დემონებიც და რა ტრაგედიებიც უკან გსდევდათ, იგივე იქნება 100 წლის მერე. ეს არის ადამიანების სისტემური წამება. 2 თვე აორგანიზეს ეს აქცია და მათთვის ყველაზე ოპტიმისტური და პოზიტიური დათვლით იყო გაწიე გამოწია 7000 კაცი. ძალიან გაწიე გამოწია. ძალიან გაწიე. ძალიან გაწიე. არც გამოწია. ვერ გამოწევ თორე მაშინ ჩამოვა. გაწიე, ბატონო. მეგობრო, რაზე ვლაპარაკობ? ვიღაცამ 50000, მაგრამ ამას ეწერა 30000 პლუსიო, თუ ეხა მართლა ხო ინგა გრიგოლია 1000 კაცს უდრის, ეგრე შეიძლება ბაზარი არა. მაგრამ ყველაზე მაგარი ამბავი კაცო მაგ აქციის თემაზე. თქვენ დღეს არ გინახავთ? რა. კარჩი, ვიღაც ძღოლს ხო შეატანინეს აპარატურა. კი და ფული ძღოლს ხო ჩამოართვეს მე მართვის მოწმობა და აჯარიმეს, ჯარიმის ფული შეუგროვეს და ის ძღოლი გამოვიდა დღეს. მომატყუეს ამათმა კონცერტის ის არისო. კონცერტისთვის გვჭირდება მუსიკალური კონცერტისთვის და მოტყუებით მიმიყვანესო იქო. არც აქციის ხარდაჭერო მაგათ დედას ვატირეს ზევიდანო და ფული არ აიღო. აი, მაგათ გადახდილი არაფერი არ მინდა. ნუ ნახოთ როგორ არის ეგ. მოტყუეს. მატყუარები არიან. გაუჭირდებოდა. ლევან ცუცქილიძე გთხოვთ გავუშვით. ვინაა ლევან ცუცქილიძე? პარტიები, რა თქმა უნდა, ციდან ვერ ჩამოვარდებიან. ჩვენ გვაქვს ისეთი პოლიტიკური სისტემა და გვყავს ისეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიც აქამდე შევძელით. საზოგადოება რატო უშვებთ არაფრის მომცემ? არა, ეს როგორ რა თქვენ, ისი? ტეხასის სალონში რო აწერია, რომ ნუ ეს ბიანის უკრავს როგორ შეუძლია და უკვე მაგაზე გადავიდა და როგორებიც ვართ ისეთ ეს რომელი პარტია? ეს ეძგვერაძე ბარნაბას პარტია. თავისუფლების მოედანე. კაი, გიორგი ვაშაძე, აი მაგარი კაცი. ჭიჭინიო. ნუ ჩვენ გვაქვს ფაზები დაგეგმილი, ასე ვთქვათ და ჩვენ ვიგრძნობთ კიდეც და მე ღიად ვიტყვი რომ მე როგორც კი საბოლოო ფაზა იქნება, მე ამას გეტყვით, ოღონდ ჯერ არ არის ეს
საბოლოო ფაზა და მე არ მინდა ვინმე შევიყვანო შეცდომაში, ხო? ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და ძალიან ბევრი გვაქვს ადამიანებთან სასაუბრო, რომ ვაჩვენოთ ჩვენი განსხვავება მათგან, რომ ჩვენ მართლა გვიყვარს ჩვენი სამშობლო და შეგვიძლია იმ პრობლემებს, რომელიც ხალხს აწუხებს, ვუშველოთ. შეგვიძლია რომ აი ქუჩაში რომ დავდივარ და ეს მომღიმარ ადამიანს რომ ვერ ხედავ, ბედნიერ ქართველს ვერ ხედავ, ფაქტობრივად ქუჩაში ეს უსამართლობა შეგვიძლია შევცვალო. რა ბედნიერ და ამას რომ ხედავენ, როგორ შეიძლება მომღიმარის სახე დარჩეს. ანუ აქამდე იღიმებოდნენ და რომ შეხედავდნენ თვალებში ამას ეგრევე. იმილი აშრებად. იმილი აშრებად ტუჩებზე და დავდივარ და თბილისში დავდივარ, ესეთი არ არის თბილისზე, არა უშავს. სადაც დადის. ერთი მომღიმარის სახე არ არის. ქალაქი ქალაქს არ გავს და სოფელი სოფელს. ოიმე სტალინი გინდა თქვენ, სტალინი. თინა ბოკუჩავა არ გვინდა, ხო გვინდა? რა ამის ამბობს საინტერესოა? დიანა ეკამათებაო და გაუჩნდა თინა ბოკუჩავას. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ჩემი აზრით ძალიან არასწორად რაღაც ასეთი სიტყვებიც კი გაიმეორეს, რომ ჩვენ ვემიჯნებით ამ აქციას. როგორ შეიძლება გაემიჯნო საქართველოს დამოუკიდებლობას? როგორ შეიძლება რომ გაემიჯნო საქართველოს დროშას? როგორ შეიძლება დამოუკიდებლობას და დროშას? უკეთესი საქართველოს იდეას. დამოუკიდებლობა და დროშა არ იყო დღევანდელი აქცია, ამ ხელა მასშტაბთან ჩვენ ხო ეს გვაერთიანებდა. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხო ეს იდეები გვაერთიანებდა დიანა და ამიტომ პოზიტიურად მინდა პირდაპირ რომლებიც აქციაზე არ მოვიდნენ ეხლა დროშა არ უნდათ დამოუკიდებლობის ცოტა გაუგებარი იყო რა. იქ საქართველოს დროშა მე არ მინახავს, მაგრამ მიშას გათავისუფლების პლაკატები ვნახე ძალიან ბევრი. მანამდე და მიმდინარეობისას თუ მდე ესენი ლაპარაკობდნენ იმას, რომ ეს არის პოლიტიკური აქცია და კი ეს არის ჩვენი პარტიული აქცია და შესაბამისად ნაცების აქცია. რა ვიცი ხო ვისაც ნაცების აქციაზე და მიშას გათავისუფლების მოთხოვნა ჩაბმა არ უნდა თქვეს ხო ეგ ხა მიშას გათავისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობას არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში. რა სიტყვი? მიშას პლაკატებზე. მიშას პლაკატები. კალიგუბაზის ის იყო რა კალიბრი ეს რა. მიშას პლაკატები შეცოდნენ ტარაკნებივით ამ ჩაგვიდეს. და ჩაგვიდეს. და ჩერგოლიშვილს მოუწია მიშა მაგარიას პლაკატების ფონზე გამოსვლა. და იმან რა ქვია სტატუსების რევოლუციამ რა შედეგი გამოიღო? ვერანაირი. ეს სხვა შორის მე სხვა შორის რა კარგი ფიდი მაქვს ესე იგი ერთი სტატუსი. არა მეც რა გერ იმას აკვირდებით უბრალოდ ჩერგო აი ეს რაღაცა ლიბერალურ კულტურულ მარქსისტული ნომენკლატურა მარქსისტული ხო? არა კულტურული მარქსისტული ნომენკლატურა რომ ესე იგი როგორ დაჯდა სამყაროს კონფიგურაცია რომ ერთი პერიოდი იყვნენ ვლასტში ანუ ეს მარგინალური კულტურული ჯგუფები ეს ღვთისპირიდა დამორნილი მარტივად რო ვთქვა ადამიანები ერთი თორე მაგალითად მე ძალიან ცუდი იყო და ტრაგედია მაგრამ მეგისა ქარდავა ოკეი ანუ მეგისა ქარდავა ის არის რომ ახალაიები და ეს ბიჭო ლევან რამიშვილი ჩერგო ეს რაღაცა ის რო უნდათ რაღაცა მორმონების საქართველო თუ სექტანტური ხო სექტანტური აი პროტესტანტული საქართველო ძალიან მაგარია რაღაც საგუშაგო კოშკი არა ეგ სხვა ბაზარია ანუ იმენა უნდათ პროტესტანტული საქართველო ყოფილიყო ბევრი პროტესტანტული საქართველოს იდეა კონფესიის საქართველო სადაც ეკლესიაც ამათი იქ ანუ გადააზრება უნდათ საქართველოს ახლიდან საკითხვა ჩვენ აი ხა რომ 2003 წელს ყველასათვის ცნობილი ამბავი და გაგახსენოთ თუ გახსოვთ ხემაში არიყავით დიდები და მაგრამ ეხლა გეტყვით 2003 წელს მე მახსოვს ეგ შემუშავებული ქონდა ღვთის კოდექსი ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთელს ეს რამიშვილის იდეა უნდა ხელი მოეწერა კიდევ ერთ სამოქალაქო დოკუმენტზე რომ მე როგორც მე ესა და ეს ხვდები რა მღვდელი მე რაღაცას არ ჩავერები პოლიტიკაში და მსგავსი რაღაც რა ვიცი თუ სისხლის სამართლებას შეიცავს აღსარებას გავცემ და ალბათ ეგეთ რაღაცები უნდა ეწერა დამრღვევის როგზე მიდიოდა დამრღვევი ხო ეჭვის ქვეშ გდებოდა მისი მდლობა რა ხო და ეს ღვთის კოდექსი ძმაო ჰა იყო თუ არა იყო რა თქმა უნდა იყო ძალიან მაგარი ღვთის კოდექსი ნუგზა ციკლაური
წუქსონ მანდელა. მოსაზრება გახლავთ, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის აი იმ აქცენტების დანახვა, რომელიც ჩვენ გავიგონეთ ქართული ხალხისაგან გუშინ შეხვედრები, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ხოლო რაც შეეხება დიდი აქციის თარიღს, ამაზე ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ჩვენ უკვე ვიცით, რომ დიდი მხარდაჭერა აქვს დემოკრატიულ მოძრაობას საქართველოში და ასევე ვხედავთ, რომ მთელი თავისუფალი სამყაროსგანაც ეს მოძრაობა არის მხარდაჭერილი. ანუ ისე უხარიათ ეს თავიანთი რამდენი თქვი შენ? კაციე 7. 7000 კაციანი აქცია, რომ თითქოს ის მოიგეს რა. თავისუფალ სამყაროსგან მხარდაჭერა რა არის? ხო, აი ეგეც საინტერესო. ვინ არის თავისუფალი სამყარო? ჯერ თვალი ჩაუკრა რუბიო. ჯერ ვინ არის თავისუფალი სამყარო? და იქიდან ვინ გამოეხმაურა ამას? ევროკავშირი არის თავისუფალი სამყარო. ხო, მაგრამ გამოხმაურება მე არ მინახავს და იყო? აი ეგეც არის, არ ვიცი. მე მგონი ისე ცოტა იყო, რომ ვერ შეამჩნიეს. ვერ შეამჩნიეს და რუბიო საერთოდ 5 საათს გაფრენილი იყო, ამიტომ მინათება ანრებით არ გამოვიდა, კი ბატონო. სომხეთამდე ვერ გადავანათეთ. ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო, მაგრამ არა უშავს. ირაკლი ფავლენიშვილი გთხოვთ. და ბოდიში იცი რა უნდა ექნათ? გახსოვს მე მგონი 2016 იყო. გვარამიამრო ტიპი გამოიყვანა, რომ თელსოფიასო ხმა აი ეგ ტიპი უნდა გამოიყვანა, რუბიო გაიგებდა. აფრინი თვითმენავში. ვიკა ბუკია ბურატინჩენკო ეგ რა მაგარია ბიჭო ბურატინოვა ერქვა ადრე და ომი რო დაიწყო გადაირქვა და ჩენკო გახდა ანუ გაი უკრაინო და დაჟე თიკუმში არ უნდა რუსული მოიცა ხო და აქვეყნებს შენ პოსტს ჩემს ბაჩოს პოსტს ხო და ნახე რას ამბობს შენი პოსტი არის ერთი დღის წინანდელი ნაცების ლიბერალების და იმაზე და წერს შემდეგს თავი რო ულაპლაპებს ვაზელინია ეგო. არა. არა, უბრალოდ გრიმს არ ვიკეთე. ბათაშორის მეც მეგონა, ხო? არა. აი შემოწმებულია. ნატურალურია მეგობრებო. სხვაგან მოძებნეთ რაიმე ხინჯი, თორე ამ ხრივ არადირეს. საქართველოს ნათელი მომავალია ეს. დიახაც. აბა რა ეხა გავუშვათ ირაკლი ფავლენიშვილი თუ ესია. გიგა ლემონჯავა პირდაპირ. ბაჩოს დავცხოთ. გავუშვათ ფავლენიშვილი. პარტიების სამომავლობის სამოქალაქო ორგანიზაციების სამომავლები, სადაც ნუ ადამიანებთან გვაქვს ყოველდღიური ჩასწრული. ამას არ ვლაპლაპებს. აი, განასხვავებთ მეგობრებო. ეხა ისე გააკეთეთ, რომ ნახევარი ვერ გავაკეთეთ. ხო, აგე ბაჩო დაუსვით მარტო გვერდზე რა. ჩვენ მოგვაშთეთ. ეს და ბაჩო გვერდზე. ახლა ეს ბაჩო შემოიყვანეთ. იზავე რომერია. ჩემი ოქროს ბიჭები და გოგოები იზავენ. ამდენი დრო თუ დაჭირდა. აი ძმაო, განასხვავეთ მეგობრებო, ეს არის ნათელი მომავალი, გვერდზე არის ვაზელინი. გვერდზე არის სიბნელე და ვაზელინი. всё, გაიგე პასუხი, ბურატინჩენკო. მორჩა, გაი. ეხლა გავუშვათ გიგა ლემონჯავა. დავაი ბაჩოს არ ვასუნთქებთ ხო? მიდი. რატო შემდეგში დაისვენებ? გეგმაზომიერად ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვნახეთ, რომ აი ამ ეროვნული მობილიზაციის კამპანიის პირველი ფაზა შესანიშნავად დასრულდა გუშინ, ბევრი 10,000 ადამიანი ქუჩაში. ეხლა ჩვენ მშვიდად და გეგმაზომიერად განვაგრძობთ. ეს ფაზებად რა ხან? ფაზებად დაყვეს. ფაზანული ხო არის ფაზანული. ეხა ფაზა იპოვეს და ხა ნოლს ეძებ. მე მგონი ეს არის რა ქვია, რაღაცა სტადიებია დაავადების, ეგ უფრო სწორი იქნებოდა. ეს სუხდება თან ეს ბიჭი. თვალსა და ხელშორის ეთქობა რაღაცა გრანტები ერიცხება. არ ვიცი, აშენ. გარედან, უცხოური დაფინანსებით და ჭამს და ჭამს. ახლა სანერვიულობა საქართველოს ნერვიულობა. შენ ამბობ, რომ ეს იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ნერვიულობისას კი არ შიმშილობენ, არამედ ჭამენ. სუხდება. ამ კვებითი აშლილობა არის, ხო? არა, მე აშლილობა. ღიანოდია. ღიანოდია, თქო. გასაგებია, რომ კი ჩვენი გადმოსახედიდან შეიძლება რაღაც ესეთი დიდი არ არის აქციები, მაგრამ იმათი გადმოსახედიდან ზედმეტად დიდია. ხო, ძალიან დიდია, კი, მათი გადმოსახედიდან აი პატარა გრეთში ხას რომ მოусმინოთ სიამაყით აივსებით, მოკლედ ისე ჩხუბობს ამ აქციებზე და ამ ქუჩაში გამოსულ ხალხზე, რომ თითქოს ყოველდღე 200,000 კაცი დგას ქუჩაში. ხო, არა, მართვის გუშინ 200,000 კაცი იყო? არა. უცნობი ხო
დაგმოუცნობმა ეს აქცია, ასე ვთქვა. არა, თითქოს ყოველდღე ხდებოდესო 200.000 კაცი. მოხდა 200.000 კაცი ქუჩაში. მაგრამ როგორ არის იცი რომ ძალიან გაუხარდათ რომ ცოცხლები არიან და დაინახეს ერთმანეთი რა. ეს იყო და ეს თელი ეს ბოლო გვერდზე რა მაგარი ოლსტარი ყავს იმენა. აი გაუშტავა ბოლგოლის პირველ მაგარი ძალიან მეც ეგ წავიდე ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, ნანკა კავატოზიშვილი და ბოლოს ვასილ ივანოვსკი. ავედი ჭანდუ რა გაკრას ის თქვა. რაც მე ვთქვი გაუშვით, არ ვიცოდი არ მქონდა წაკითხული გაუშვით. განწყობა რა ვიცი, კარგია. ცოცხლები ვარ თურმე. ხო, მეც გამიხარ და ძად. ანუ ამას გუზობთ რომ ნამდვილად ცოცხლები ყოფილვარ თურმე, ეგ კარგია. ასაკი რა ვიცი, ყველა მე მგონი და საზოგადოება არის საკმაოდ მრავალფეროვანი წარმოდგენილი, არ ვარ ნამდვილად ცოტანი, ბევრი ვარ. და ნუ ეს 26 მაისია არის ზეიმი. ჩვენ ვიცით რატო ვარ და რას ამოღნიშნავ. აი ქართული ოცნება და ქოცები რას აღნიშნავენ? ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მოიგონეს რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავიაო. ხო, სულები არიან. არ ძალიან ბევრი იტრიალა. ძალიან ბევრი იტრიალა. ნიკოლოზ რაჭველი, ხო. მე მინდა რომ მიულოცო განსაკუთრებით უპირველეს ყოვლისა ჩვენ ძვირფას პაატა ბურჭულაძეს და მასთან ერთად ყველას ვინც ახლა დროს ესე არის ტყვეობაში სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ ჩვენი აზრით მიულოცოთ დამოუკიდებლობის დღემხნეობა უსურვოთ გამარჯვება უსურვოთ ჩვენი აზრით გაიგე სად დაერხა სად დაიტოვა უკან დასახელი ხედა სად მისცა ზადნი ვინც ტყვეობაში არის უსამართლოდ так პაუზა გააკეთა თუ კიდე ხმოვსვენოთ ჩვენი აზრით კაი და აქ მე ნიკოლოზ ესე არ შეიძლება როცა გამოდიხარ ანტისახელმწიფო რევოლუციური ტექსტებით ჩემი აზრით როგორც მე ვფიქრობ ესეთი დამხმარე სიტყვები და ფრაზები არ გინდა პირდაპირ უნდა თქვა უსამართლოდ დატყვევებული რეჟიმის უსაგები სვავკითხვა სად არის ამის და დოის რევოლუცია მინიმუმ კულტურული რევოლუცია სად არის აი ნინო ქათამაძე დაემატება და გაუშვება და ვფიქრობდი რომ ეს არის ისეთი დღე რომელიც ყველასია მაგრამ ყველას არ ეკუთვნის ეკუთვნის მხოლოდ იმ ადამიანებს და იმ გვარებს და იმ სახელებს და იმ ოჯახებს ვინც იბრძოლა იმისთვის რომ ეს დღე დამდგარიყო და დღემდე გრძელდება ბრძოლა და ეკუთვნის ადამიანებს და თუ არ ხარ ამ ბრძოლაში ამ თავისუფლებას არა ერთი წამი რა მოიცა რაღაცას არა ბაჩო მოიცადე ერთი წამი ეკუთვნის ადამიანს ანუ ძალიან მაგარია აი ეს არის დებილიზმი არა ერთი რო არ არის კრეატიული კლასი წარმოადგენლის დებილიზმი ერთი წუთი როცა არ შეუძლია ლაპარაკი მაცადე რა თუ გინდა ნაღდი ანალიზი უყურე ეს არის ინდური ფილოსოფიის აი ხო იცი ადამიანები ხო ცოტა შივა რაღაცეები და აქეთ უკვე ქართული კრეატიული კლასის ნაჟური რომელიც არის შემთხვევით ნიჭიერი მაგრამ სხვა მხრივ განვითარება აკლია და ნული სინტაქსი ნული გრამატიკული სტრუქტურა ნული ორიგინალური რამე თავს ცოტა იცი რა მოდაშლა ცოტა იდებილებს თავს ცოტა ინფანტილური. აი რო გკითხო, ხო, არის იმიტომ რომ ინფანტილიზმი უხდება. ხო, აი გავშვით თავიდან ძალიან საინტერესოა, მართლა გავშვით თავიდან, აი გეტყვით არის, ხო იცი, სიმართლე ცოტა გაერორებს. ხო, არა ეს კაი ტიპია. მე არ ვიცი, მე არის კაი ტიპი. გავიგე, მაგრამ მე მარტო მაგ ვიდეო და არის. მაჩაიზის და არის. მარტო მაგ და არ არის პოლიტიკა. მაგ ვიდეოში ძალიან სწორ რაღაცა. ხო, აი რა. არა, კაი ტიპია ეს. აი რა, ზატო ფორმა ისეთი რომ ფორმა ძალიან არ აღგვავს ისწორ. ფორმაც ისეთი მაგარი რომ ყველამზე პირად ვიცით, რომ საციტიო ფორმა ვიცი. აუ რა გინდათ? კაი, ხო, კაია, მოდის. მაჩაიზე ნიჭიერია, ეგეც როგორც ნიჭიერია და ვაფშე თავისთვის არის რა გავუშტე. ეს არ არის თავისთვის. ეს მოდის და უნდა რომ დაგვიჭიროს ყველა. ხო, მაგრამ ამას სადი ბრძოლა ერთი კაი ის ეგ მაინტერესებს რაჭველის და ქათამაძის ბრძოლა რა არის? კონდა ისინი კაცო. იბრძოლა. კონცერტები, იგი იბრძოლა რომელია? ცუდად მღერა. ო, მამეთ ისეც ხაო და ბრძოლაში თუ ზურა გირჩი ჯაფარიძის საჯდომის ჩვენება ბრძოლა არის. ეს არის ისეთი დღე რომელიც ყველასია. მაგრამ ყველას არ ეკუთვნის. ყველას გაიგე. ეს არის დღე რომელიც გასულია. ხო და ოდნავ გასულია. რომელიც და ხო აი მენა მეტამფეტამინის ის არის რა დარჩენი. ეს დღე რომელიც
ყველასი გაიღიმე, კეთილი იყავ, გაეცი პოზიტივი. მოდი რა. აი ეს უნდა იყოს პოზიტიურები, უნდა იყოს სულ ღიმილი უნდა ვაჩვენოთ. ესე აი რატო ვერჩით ერთმანეთს? რატო როც შეგვიძლია კარგად ვიყოთ? და ისა. საღო. ბურჭულაძე არის ჩემი აზრით რომ დააბატა იქ და. ნანკა. აი ნანკა უკვე ეს. ნანკა უკვე შემოდის დერიდა და კი, კოჟევი, ხო. ლაკანი. ისების მარში იყო ჩემთვის პირადად დამოუკიდებლობის დღეს გამოსულიყავით გვეჩვენებინა ასევე დასავლეთისთვის რომ ჩვენ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ მოძალადეებს და რომ ჩვენი სახელით ისინი მათ ვერ დაელაპარაკებიან ვერასდროს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩემთვის რომ სინდისის პატიმრებს ენახათ რომ ჩვენ კვლავ აქ ვართ. ბიჭო, მე არაფერი არ მინდა რომ ამაზე ვთქვა. მე მგონია რომ სფერო უნდა შეიცვალოს. რაც თავი მახსოვს, არის ესეთი. სიმპათიური ქალბატონია, ვერც რეიუმა, ვერც აიმა, ვერაფერი ვერ უკნა, უნდა იყოს რაღაც სილამაზის ინდუსტრიაში რა ბიუთი ბლოგერი, რომელიც დაგელაპარაკებს ძალიან ლეგიტიმური სპიკერი იქნება, ანუ მოусმენენ რა ამას. მართლა სიმპათიური გოგოა. დორიან გრეის პორტრეტი რო იყო, ნანგა კალტოჟის პორტრეტი. სვეჩი სულ ესეთი მახსოვს. კი და იქ სადღაც იხატა ამის ცუდი პორტრეტი. ნუ სწორი იყო ამას, როცა მიყავდა ის რა ქვია, იმედზე გადაცემა რა ერქვა. სიმართლის დრო. ეხა რო გასვიანს მიყავს. ხო, იქ სუეჟად იმაშვებოდა ხოლმე, იაზვობდა. არა, მე მართლა ვამბობ, ბიუთი ბლოგერი რო იყოს, ამაზე ლეგიტიმური ბიუთი ბლოგერი არ ეყოლება საქართველოს. ნუ ახთენ ეხლა ობიექტივიზაციას. რა შუაშია? რაც თავი მახსოვს, არის ის ქალბატონი რო იყო. რა ერქვა? ქალბატონი რა გინდა? არა, რა ერქვა? ის გაბუნიას დედა რო იყო. ჯულიეტა. მოშაღმაძე, ხო? ხო. ეს ძალიან სვეჟია მაგხრივ რა და თქვა რითიულის სახისგან რაღაცები და გაყიდის იმდენ პროდუქტს რომ ყველაფერი ეს მოიწურება და ფინალიზდება დღეს საფინალო. უკვე სერიოზული ვასილ ივანოვჩიკოვანი. ლუის ნაზარიოდელი რონალდო. მორიგჯერ დადასტურდა რომ ძალა ერთობაში არის. მორიგჯერ დადასტურდა რომ საქართველოს ყავს ქვეყნის ხალხი, როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. დიახ, ჩვენ ვართ ერთნი და ეს ხალხი ერთიანდება მაშინ, როდესაც საქართველოს სჭირდება არა, ხარისხი მართლა დიდი იყო. რაოდენობა ხარისხი ნამდვილად იყო. არა, რაოდენობაში რო გრანდიოზული არ მონა. თითო 10 სუდრი. კი და ხარისხი და რითი იზომება, მაგალითად იციან ჯოი დივიჟენი. ჯოი დივიჟენი აქედანაც ბევრმა იცის ჩვენ მაგალითად მე. ხო, მაგალითად იციან რა ჯოი დივიჟენი იციან, ვინ იცის რა ჯოი? აი, ახალ მაგაც უგება აღარ იციან. ვინ ჯოი დივიჟენი იციან? ნიუ-ორდერი კიდე შეიძლება და ჯოი დივიჟენი აი ელექტრონიკი რო ეცოდინებთ. აუ, და აბა რა რითი იზომება თქო ხარისხი? აი მაგალითად ახალი აკაცუგება. ახალის ვეცქო. ფერადები მეცმაცია. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობა. თქვენ ჭირმე გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალ და ეს არის და ჩვენთვის ეს დამოუკიდებლობა ბოლოს და ბოლოს დასრულებული იყოს ნამდვილი სუვერენული ქვეყნით. 10 მილიონი, 7 მილიონი ნაბიჯებით მივიდივართ იქითკენ და დიდი მადლობა ჩვენს ხალხს. ჩვენ მილებში ითვლი? სიმიმილიმის შაგამიო რო იტყვენ. ეგ რუსების გამონათქვამეს ყოველთვის და დიდი მადლობა ჩვენ ხალხს პირველ რიგში თქვენ. მე ბიძინა ივანიშვილს. თუ ჩვენ გქონდა ფორმალურად ეს დამოუკიდებლობა, მას შემდეგ რა ხელი მოჰკიდეს ქართული ოცნების ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილმა თვითონმა ჩვენთანაც ხელი მოუკიდეთ ამ საქმეს სერიოზულად. შედარებაც კი არ შეიძლება ჩვენი სუვერენიტეტის 21 წელს და დღეს. აი ესე ვიტყოდი მე. და ეს არის უდიდესი მიღწევა. დიდი მადლობა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გამწვავდა, მაშინ მე ვიტყოდი დავახციეთ თავი ცალსახად თვითკოლონიალიზმს. აი იმ რაღაცა კლიშეს, რაც ნიშნავდა, რომ ევროპელი თეთრი კოლონიზატორი არის აპრიორი მართალი, ამერიკელი არის აპრიორი მართალი, რასაც გვეტყვიან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ და აღუდექით წინ იმ უსამართლობას, რასაც ევროკავშირი და ევრობიუროკრატია გვავალებდა, რომ ჩართულიყავით ომში, ჩარტერული გაგვეშვა მოხალისეები, შევერთებოდით სანქციებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ იყო კიდე ნამდვილი სუვერენიტეტი, რასაც ქვია. და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
ნამდვილად. აი ეს მე მგონია ჩვენ ამ საუკუნეში არ უნდა დაგვაუწყდეს უწაგვართვეს. იმიტომ რომ ჩვენ 9 წლის მანძილზე ვცხოვრობდით თითქმის დიქტატურაში, ესე ღიად ავტოკრატიაში, გარე ძალების მიერ დასმულ აგენტურაში. რეჟიმს წარმოადგენდა რეალურად ეს აგენტურა, რომელიც გარედან იმართებოდა, ხო, და რომელიც ქვეყანაში 9 წლის მანძილზე 2003-დან 2012 წლამდე ყველანაირი ადამიანის უფლების თუ თავისუფლების შემლახავ მადის კრედიტებელ სისხლიან ყოველდღიურობას გვაყურებინებდა ყოველდღე, ხო? ჩვენ გარდაცვლილებით დაწყებული დაკავებულებით ნაწამებით, ანუ არ არსებობს ის ფორმა სისასტიკის, რომელიც მათ არ ჩაიდინეს თავიანთი ხელისუფლების ყოფნის 9 წლის მანძილზე და რომელიც ან უშუალოდ თითოეულ ქართველს თავად არ გადახდა, ან მის ოჯახის წევრს არ გადახდა, მის მეგობარს, მის უბნელს და ასე შემდეგ. შესაბამისად ის რომ 2012 წელს ჩვენ ხელახლა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხაზი გავუსვათ ამას და ის იყო რას გულობ ბიზნესის მონოპოლარი რომელიც ხალხთან ერთად მოახერხა შემდეგ უკვე გაათავისუფლა ხელახლა ინერციით რა თქმა უნდა მიმდინარეობდა ის კოჰაბიტაციის ავადსახსენებელი პერიოდი, მაგრამ როდესაც ეგზისტენციური საფრთხე დაუდგა საქართველოს, ეს გახლავთ რუსეთ-უკრაინის ომი, მაშინ ჩვენ განაცხადეთ ძალიან სარისკო ნაბიჯი გადავდგით, ხმამაღლა განაცხადეთ, რომ სუვერენიტეტი არის ყველაზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და მოჩა. შევეჭიდეთ, რას შევეჭიდეთ ახლა ვხედავთ, რომელიც არის რომელიც ხმები უშუალოდ ჩვენც ვართ. განუსაზღვრელი ძალაუფლების და რესურსების მქონე. პოსტივიც კი შეუძლია დაასანქციროს, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთის ხელით დაასანქციროს პოსტივი. და სხვა შორის ჩვენ გავხდით გარკვეულწილად ინსტრუმენტი იმისა, რომ რასასაცილო არის ბორის ჯონსონი რომ ლაპარაკობს ჩვენ გადაცემაზე რა. იკა გვარამი არის ახალი გმირი. ეს გავუშვათ, ის ძალიან საინტერესო პირველი რაც. იმიტომ რომ რაც ვილაპარაკეთ, მე მგონი მაგას ეხმიან. გავუშვი. პირველი რაც არის სიაში ის გავუშვით. ამ ფოტოთი მოგილოცა ტელეკომპანია იმედმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი. აი არ დავამატო რა კომენტარი გავაკეთო რა ახსნა. ალბათ არც საჭიროებს, უბრალოდ რამხელა ცინიზმია. ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, რომ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გვერდით ადამიანების, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და სიცოცხლეც მიუძღვნეს და შესწირეს რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას და საქართველოს მართლა დამოუკიდებლობას, აი ამათ გვერდით დააყენეს რუსეთში გამდიდრებული და გავაჩეროთ. არა, ამას იცი რა არის ყველა სასაცილო, ცოტა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი რო აქვს, რომ იცი, მაგრამ მე ცოდნა გამოჩნია. არ ვიცი, deep state-მა ჩამოაგდო პირდაპირ მნიშვნელობით გამსახურდია. პირდაპირ მნიშვნელობით ეს ერთი და მე მეორე. ყველანი ამ ფოტოზე ვინც არიან ასოცირდებიან გარეძალებთან და გარეძალების ჩარევის აკრძალვასთან და სუვერენიტეტთან. აი ეს საერთიანებს ამ ყველაფერს, მე ესე ვიტყოდ. მე უფრო ღრმადაც წავიდოდი, უბრალოდ არ მინდა გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა, ჩვენ ამის დრო არ არის. ბიძინა ივანიშვილი, მეგობრებო, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა? აი როგორც გახოთ ქველმოქმედზე როგორც ვიზათ, თქოს რაღაც გვენანება ცოცხალ ადამიანზე შეხება. მე ძალიან მაგარი ნაბიჯი გადავდგეთ ბოდიში თავის კებაში ალბათ მომართოთ, მაგრამ მე შეგაკებ ძალიან მაგარი ნაბიჯი გადადგი, როცა დაიწყეს სერია ის ხო? ნაკლი რო თქვი, ნაკლი არა აქვს მეთქი. მეთქი რო გადაიღეთ. არა, ნაკლი რო თქვი, რომ არა აქვს ნაკლი, რო თქვი და ეს მართლაც ხანდახან გინდა ადამიანს გუნაკლო კი არა, ნაკლი არა. ხო და შემდეგ კიდე გახსოვთ ქველმოქმედზეც იყო საუბარი. მართლა საქართველოს
ისტორიაში ყველაზე მაგარი ქველმოქმედია. აი ესე ვიტყვი, პირდაპირ, კაცო. რა თუნდა ამას ლაპარაკი? ეხლა რაც ამ კაცმა გააკეთა სუვერენიტეტისთვის, ეხლა თითქოს რაღაც გერიდება, რომ ზედმეტ, ასე ვთქვათ, რაღაცაში არ ჩამოგართვა. ნუ გაწირა. პირდა ფეხებზე მკიდია, კაცო, საქართველოსთვის და საქართველოს სუვერენიტეტისთვის თანამედროვე დროს ძალიან კი არა მაგის დამსახურება. აი ეს დედა მომიტოს ესე მგონია. ერთი დღე არ გავჩარდებოდი აქ. ერთი დღე და არც ერთი თქვენთაგანი. ჩვენ ვიტანთ არ მინდა წუწუნი, მაგრამ ბევრ ამას ვიტანთ. ვიღაცა იდიოტების ბუნიკს არ არის მარტივი ამ გარემოში ცხოვრება, მაგრამ ის რომ ამ კაცს ვემსახურები. ძალიან მარტივია კაცო. ეს არის ეს კაცი გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს და ზუსტად მაგაში 100%-იანი ვარ დარწმუნებული და სუვერენიტეტი კიდე აი მაგის დაბრუნებულია პირველ რიგში. კარგი, ახლა ცოტა ავუწყებ. ნიკა გვარამია, რომელიც ელოდებოდა მინიმუმ 20,000 კაცს, მაქსიმუმ ალბათ 200,000 კაცს და ვიწყებთ. გავუშთ. დღევანდელი ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანად მაგარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა პირველად პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ აქციაზე და მე იმედი მაქვს, რომ აი ამ ტაბუს, რომელიც ადევს თითქოს პოლიტიკოსების გაკეთებულ აქციებს, როგორც იქნა გავარღვევთ და არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსის წევრებისთვის, არამედ ყველა პოლიტიკოსისთვისაც და ხალხიც დაიჯერებს, რომ პოლიტიკოსებთან შეიძლება საუბარი მათი მოსმენა მაშინაც კი როცა აკეთებენ ტექნიკა. აბა პოლიტიკოსები. ეს არის პოლიტიკოსი? არა, პოლიტიკოსები ნამდვილად არიან, მაგრამ მე იცი უფრო რამ მიფრო ჩემი ყურადღება თითქოს და პოლიტიკოსების აი ეს ტაბუ რო ადევს. რატო გადავ ტაბუ? მთელი ცხოვრება 2012 წლიდან იძახით, რომ დიქტატურა მყარდება ან დამყარდა, იმუქრებით რევოლუციით და გადააგდეთ 1000 ჯერ თქვენი ამომრჩეველი, თქვენი მხარდამჭერები იტყუებით, კადრულობთ ყველანაირ სისაძაგლეს და რა თქმა უნდა, რომ ტაბუ იქნება და ამ ყველაფერს დამატებული გაქვთ წარსული ისტორია წამების და ციხეში გაუპატიურებთ. რა ტაბუ თითქოს რევოლუციით რო იმუქრებიან, მე მაგაში აპრიორია გადააგდებენ, ხე როგორ მე რო დავიმუქრო უსიქს რო ნოკაუტში ჩაგაგდებ თქვენ რა აზრი აქვს ამ რევოლუციით დამუქრებას ის რო დაემუქრო უსიქს შეიძლება ბრალი უსიქი რაიჩირო და ოდიში მე აპატი და უსიქი ვინარე უსიქი არა ფეხბურთი დიდი ფეხბურთი ძალიან მოშტები და ხანდახან ჩხუბო ჰოკეისტი ბოქსიორი არის ალბათ ეხლა ამ ყველაზე მაგარი, მაგრამ ტაისონზე მაგარია ზოგადად. არა, ალბათ არა. და რაიმ ტაისონზე მაგარი ალბათ არავინ არა, მაგრამ მე ვამბობ სავრემენი რა. ბატონო. კაი, მოდი ზურაბ ჯაფარიძე გირჩი დავაი წავიდა. თორე და 21 საუკუნეა არავის არ უჭირს დღეს მოქალაქეებს საკუთარი საქმეების მიტანა. დავდეთ და მოვასწრებთ ადამიანებს. ცხადეთ თავის ჩაიდინეს. შეშინია ბევრი ხალხის კაფე. რა თქმა უნდა, ხო ეთყობათ რომ აგაბრა აბა სხვა რა ახსნა აქ მაგას. ერთი რომ შიშის ამბავია და მეორე რომ უნდა ისე ძალის დემონსტრება რომ ფეხებზე და სურა გირჩო. გიგანტური ფრიმიშას პლაკატზე რომ მოძრაობს. გამოვიდობის დღეს ეგ ძალიან კაია. სიტყვებს ვერ ვარჩევ. ხო, იმიტომ რომ შინაარსად ლუყუნებს და აპარატია გაშიშებული და თუჩებს არ ამოძრავ. ბიჭო, იმიტომ რომ საჯდომით მოუბარია და როგორ გიტა. ენას ვაგრაობ. საჯდომის ლოკები უფრო კარგად აქ ადაპტირებული ლაპარაკის ვიდრე თურქები. ეს შეიძლება ითქვას. კი ბატონო, რატომაც არა იყოს. ისვენტურას მშობლიური ენა არ არის საჯდომით საუბარი. ის დასწავლული ენაა და ამის მშობლიური ენა არის. მეგობრებო, მე დასწავლული აქვს მე ქართული. მე შემიძლია გითხრათ რომ ეს მსვლელობა და ეს აქცია მიშას ეგიდით წარიმართა როგორც იქნა ნაციონალებმა კიდევ ერთხელ როგორც იქნა არა კიდევ ერთხელ გამოარეს თავი ეს აქცია მინიმუმ 2 თვის წინ დაანონსეს და ორთვიანი ისტერიული მზადების მობილიზაციის შედეგი არის დღეს რაც ვიხილეთ ჩვენ ხო და სადღაც როგორი გაკრავდა იცი აზრი რომ ნუ რატომაც არ შეიძლება რომ ცოტა რევოლუციიკო ატარა მოვა მაგრამ რატომაც არ შეიძლება რომ იგივე გავამეო. დაგვარბიო. არა. ვაშე მიზნადაც არ ქონია. იქნებ ვაცემინო. იქნებ დავი ვაცემინო. რა კაი, არა ეგეთი მიზანი რო. კი და სადმე რომ მიდიხარ, რატომ მიდიხარ? იქნებ გავამეო. მაზოხისტი თუ არა ხარ, ძალიან მაგარი. ინგარო არ არის და 1000 კაცი რო გამოაკლდათ შესაბამისად აქციიდან. ანუ და გაიუხმებინათ. ხო და რამდენს ელოდებოდა 50 და ინგას გარეშე 50. ამაზე გათლები და უფრო რთული და
მძიმე დიქტატორები დაუმარცხებიათ ადამიანს. რა თქმა უნდა, მithumetet როცა ქართულ εθნობას საერთოდ დიქტატორი და საერთოდ არის ავტორიტარული, რა თქმა უნდა დაუმარცხებიათ, მაგრამ თქვენ ვინ ახართ ვაფშე? აი შენ ვინ ახარ ზღურა? სათუ დაუმარცხებიათ? რატო შეგიძლია დაამარცხო ვინმე? სათუ დაუმარცხებიათ, ვისაც ეკუთვნოდა. ხო, ანუ ვინ რატო უნდა დაამარცხო ზღურა? ვინ დაუმარცხებია? მოდი გეტყვათ. გეტყვი ძმაო? ვინ? ვიდეო მტკიცებულება არის ეს რომ ბრძოლაში იმარჯვებს. ვინ? უნიკალური ბრძოლის მეთოდით. რა? რუსი მესაძრე ხო განგმირა საჯდომით. ისე ისინი ალბათ დღემდე ტრავმირებულები არიან, რომ კარგი ვიღაც რა არ ვიცი საიდან გამოშვებული ტულად თუ საიდან არ ვიცი სასწაულიდან ვაფშე რო არაფერი აი ეგ რო არა რა ბაიდენ პაზლედნი რას სპრაშია ეგ ტიპი დგას ამ ნანახი ზურა გირჩი ბრეიფჰარტი ნანახი არა ის მაქარიანი არა მაგარი რა ბრეიფჰარტი ნანახი არა არაფერი არა რა თქმა უნდა რა ის ბრეიფჰარტი გაიხედა და ქართველებზე იცის რომ მებრძოლიერია და ვა გავიდა აღარ მინდა გიორგი ვასაძე მაქარიანი დღევანდელი დღე არის საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი დიდი ნაბიჯი. ხვალდაზე კიდევ რა თქმა უნდა ეს არ იქნება მხოლოდ პროტესტი. ჩვენ ვაჩვენეთ და რატო აქ ბევრი ხალხი? იმიტომ რომ მთელი თბილისი და მნიშვნელოვნად რეგიონები, მაგრამ ღია თქვათ რომ ჯერ მთელი თბილისი მომიარეთ. უკეთესი ვიდეო გვაქვს, უკეთესი. წავიდა უკეთესი. ძალიან მოწონს ის პლაკატები. ვიცი რომ ცოტა დროს წაიღეთ, მაგრამ ეს აუცილებელია გავაკეთოთ. გავხსნათ Facebook-ი. უყრიბოთ სამი სიტყვა. საქართველო, აი თქვენთან ერთად მეც აუყრიბავ ახლა. საქართველო იმსახურებს უკეთეს და უკვე ზარებო არა მოიღეს ტელეფონები. და თუ შეძლებ ფერადი ფონიც აერჩიეთ. და ძალიან მარტივად ერთმანეთს დავანახოთ აუცილებლად სოციალშიც რომ ვარ ძალიან ბევრი. საქართველო იმსახურებს უკეთეს. მაშინ ასე მეგობრებო, მერე ფაზა საერთო ეროვნული მობილიზაციის იწყება და თქვენ ნახავთ, რომ გაცილებით მეტი ვიქნებით კიდევ შემდეგ შემოდევ. ეს არის მეგობრებო, ეს არის უკასაოდ და ყვერჩი და ეხლა გეტყვით რატო. საქართველო იმსახურებს უკეთეს, ამას ამბობენ მთავრობის წევრები. ოღონდ მართლა, როდესაც ამბობენ სიგარების დამარცხებაზე და ასე შემდეგ. თქვენ უკეთესი მოწონთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს შევძელითო. საქართველოს იმსახურებს უკეთეს ეს რევოლუციური სლოგანი საერთოდ არ არის. დღეს რომომა მედია პლატფორმამ დადო, აღარ მახსოვს, მე მგონი რეპორტიორმა თუ პრაიმ ნიუსი და პრაიმ ტაიმმა, პრაიმა. კარგი, რომელიღაცა ქართულმა მედია საფორმამ დღეს დადო, რომ ამათი გეგმა ჩაგვივარდა ხელთო რა და ბიჭოს ზუსტად იგივე ეწერა, ერთი 9 საათის წინანდელ ნიუსში და ზუსტად იგივე გააკეთეს. ავა მოიდუღე. და მე უკვირთ რომ ეს რაის ბლაჟევიჩიო თუ ისო და არავინ არ გვაძლევსო ჩვენ დავალებებსო. ან პირდაპირ რაც კი ჩამოუწერეს, რაც კი ჩამოუწერეს, მე მგონი აღარ მახსოვს სამწუხაროდ იმ მედიის სახელი რომელზეც ეს იყო და როგორც ჩანს თქვენც არ გახსოვს რომ არ მისწორებთ. იმათ ეწერათ ზუსტად იგივე, რასაც ახლა აკეთებ. ანაწილს სიტყვას ნახოთ. იგივე. მნიშვნელოვანი რაღაცა ნახა დღევანდელმა დღემ ანახა რომ მე გავაჩეროთ და სტოპ კადრი გავაკეთოთ რომ ასეთი გარეგნობის ადამიანს გულია გაუშვა ეთერში ძილის წინ მე გარეგნობაზე კი რომ რაკურსი ძალიან კარგი გოგოა ძალიან ლამაზი ამ ბოლოს დამშვენდა მაგრამ აქ რაღაც რაკურსი ქვემოდან ზემოთ მე რაღაც უხარისხო ასოციაცია გამ ხო მე ზუსტად ის ბაჭოსაც დაჭა ხო და მე მგონი ასეთი ვიდეო ვიზუალი ეთერში გასაშვები არ არის და არის უკეთესი წითლიძეს უკეთესი შეუძლია ამიტომ მოდიში და დავშალოთ ეს ვიდეო არ გინდა ვალერ გილბახიანი აქციაზე იყო არ ვიცი სად იყო ბა მოიცადე იმაზე ჩამოყალიბდა არით ვარ 26 მაისი საქართველოს ამოვიდა. აი, ისტორია. ეს ისტორიის ნაწილია, ნუ არა, მე მაგალითად ახლა მე გეტყოდი რომ ჩემი ნება რო იყოს მე შევქმნიდი ჯგუფს, დონის ჯგუფს ისტორიკოსებისას. ხო. და დავადგენიებდი თარიღს, იმიტომ რატო 26 მაისი? და რატო 9 აპრილი არა? რატო 9 აპრილი არა, რატო 31 მარტია? ნუ ყოველ შემთხვევაში მაშინ გერმანელებმა უჩიეს რომ ეს თურქული ჯარი შემოვა. დავაჩერო.
შენ როგორ ფიქრობ ეს კაცი? საგინა, შეიმეცნე შენი ქვეყნის ისტორია. უკეთეს სად მოისმენდა, სად გაიგე? აი, ხო არ დავაკომენტე. ვისგან გაიგე? სალომე ზურაბიშვილი დედაბერი. ზურაბიშვილი. ავხორს დედაბერს რო უწოდებდა კუდიანკას. ეგ არის სიძულვილის ენა? უნდა ბაბაიაგა უნდა დაუძახო. ბაბოიაგი. ბაბაიაგა, კარგია. ბაბაიაგა. ძალიან მაგარია რა აქციაზე დაუანონსებიათ კი არა უთხოვიათ შეკრებილების რომ ფანრები ავანთოთ რომ რუბიოს მივესალმოთ აქედანო. ხედავს რუბიო ის კატის მზერა. რუბიო ხედავს. აუ ბრავო. რუბიოს ერთ-ერთი სერიოზული პლუსი X შესაძლებლობა არის ერევნიდან იმის დანახვა რა რუბიოს. ხო იცი აეროპორტიდან რო არ გავიდა. აეროპორტში მოხდა ყველაფერი და წავიდა უკან. ერთხელ ხო მაგარი პატივისა. ხო, კი ბატონო, წავიდა. შეჩერებულა ეს ცხოვრება არის როცა ხანგრძლივი არის ეს პროტესტი ცხადიარის რო არის მომენტები რომელიც მეტი არის ან ნაკლები მაგრამ ჩვენ გვახსოვს შარშან 26 მაისი შარშან 31 მარტი ეს ყველაფერი არის მომენტები როცა გამოდის ეს ეროვნული ენერგია სადაც რომელიც არსად არ წასულა და არსად არ წავა და დღეს უკვე ეს ეროვნული ენერგია ეჯახება მათ დაშლილობას იმიტომ რომ დღეს რეჟიმი უკვე არის ჩამოშლის პირას. ცოტა კიდე უნდა გავუძლოთ და ეს ენერგია ამაში დაგვეხმარება. ძალიან დიდი ანუ რას ეჯახება დაშლილობას ეჯახება რა მაგარი კალია რა ენაზე მეტყველებს საერთოდ რა თქვი ალიანსში უკვე დისონანსი რო არის იმაზეც კი რა უნდა დაასტატუსონ ჭიჭე ვაშაძე და გვარამე ხო გამოვიდნენ და საქართველოს იმსახურებს დავასტატუსოთ და ეგ იმას ვთქვათ ყველა უნდა ჩერგო წერს ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს და არა საქართველოს სლოგანზეც ვერ შეთანხმდნენ ქართველი ხალხი ხო სლოგანზეც ვერ შეთანხმდნენ ეს ჩემისები მოდი რა მოდი სალომე სამადაშვილი დაშხოშიანი გოგონაა და გავუშვა ხო ჩვენ მივიღეთ ის რეალობა რაც მივიღეთ არ გაუშვა აი ანა ბუჩკურის არ უნდა ახალა ეს კამათი და შემდეგ გრიგოლ გეგელი არის ყოველთვის კარგი რაც არ უნდა გააკეთოს ჩვენს გრიგოლ გეგელი მადლობა ნათელაშვილი მადლობა უნდა გითხრათ გრიგოლ გეგელია ჩვენც მადლობა უნდა უთხრათ ჩვენ რომ მადლობა უნდა გითხრათ ასეთი კარგია და მადლობა რომ ჩვენ ესე ვაპიარებთ თქო გაუშტაბა ანა ბუჩკურის და ახალა ეს კამათი ხოს როდის გვიტყვით რომ ან როდის დაგვიდასტურებთ რომ გიორგი გახარია სტოპ მე მინდა თქვა აქ რომ ანა ბუჩუკურს ესე თმები არ უხდება გაუშვათ თავიდან კითხავს როდის გვიტყვით რომ ან როდის დაგვიდასტურებთ რომ გიორგი გახარია წასულია პოლიტიკიდან გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასული არ არის გიორგი გახარია არის როგორც იცით გასაგები მიზეზების გამო გერმანიაში გიორგი გახარია ძალიან აქტიურად ჩართული გიორგი გახარია არის ამორჩეულთან საზოგადოებასთან ხალხთან მედიასთან პარტია არა პოლიტიკური საქმე ეს არის პარტია არ არის მხოლოდ საქმიანობა რასაც თქვენ ხედავთ ამაზე მე ფურორს მოახდენს მისი გამოჩენა თუ არა და ტაქტიკა ამას საზოგადოება და მე გონივრული ვარია ამ ტაქტიკას იმიტომ რომ გადაავიწყდა უკვე ხალხს როგორ გამოიყურება ისიც ანუ ეს უნდა დამასრულებინათ ვერ დაიცვა კარგად სხვა ვინ იყო ვინა როგორ გამოიყურებოდა თუ შეიძლება ბოლი დედრიონი ეგეც ირაკლი კუპრაძე ბიჭო არ ვიცი არა კუპრაძე არა ეს ჰეგელი ხო ჰეგელი კი ბატონო ჰექსონ მანდელა. ახაც ხსურს მქონდეს. ნახე. შეხედე. ხოცებმა ხოცური ნაბიჯები გადადგეს ადამიანები წემეს ქუჩაში 100,000 ადამიანს უბრალოდ დაესხნენ თავს პოლიტიკურად, ფიზიკურად, მორალურად ყველა კუთხით და იმის შედეგად შეჩერდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ხო ეს ჩვენს გამო არ მოხდარა, ხალხის გამო არ მოხდარა, პარტიების გამო არ მოხდარა, ეს მოხდა ხოცების, ხოცურობის გამო. ამიტომ თუ ხოცები გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს იმისთვის რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა განახლდეს, მე ეს ხოლმე გამახარეთ, რომ ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ აი ეს არის თავარი. ის კი არა ზოგადად აღდგება თუ არა რაიმე ტიპის პარტნიორობა. რა ფასად მოხდება ეს?
გაახარებს. მას გაახარებს. ხო, თქვენ გაიგეთ. მე რაფერი ვერ გავიგე. ვერაფერი. ვაფშე. ნათელაში ხო გაგისწორდა. ისე რაღაცაში ვიზუალი სერიოზული. როჟა რა. ხაბეში პოლიტიკური პატიმარი. საქმეში პოლიტიკური პატიმარი ყოველთვის. თქვათ იქ ვინც არის კიდევ დანარჩენები, მელია, ნიკა, პოლიტიკური პატიმარი. ხოშტარიას და ხოშტარია და რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრები ახლა ნუ დავიწყებთ გავზომვას რა დააშავეს ადრე როცა ხელისუფლებაში იყვნენ თუ არ დააშავეს. ფაქტია რომ რეჟიმთან პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო მოხვდნენ ციხეში. როგორ მოხდა რომ შალვა ნაცაშვილი არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკური პატიმარი? არც პატიმარი, არც პოლიტიკური პატიმარი. ყველას როგორ ერგება ამის თავათირე. აი წარმოუდგენელია რა. ეს არის ადამიანი რომელიც არ ყოფილა ხელისუფლებაში, მაგრამ გახდა მილიონერი, ხო? აი ეგ ძაა მაგარა ოპოზიციიდან მილიონერი, მარტო ეს გახდა. იმიტომ რომ გაყიდა ხმები და მიაყიდა მოიყიდა, ხო? მარტო ეგ რა. თან ოფისები აქირავა თავის სახლი. თავის თავზე კი. თავის პარტიას თავისივე ოფისზე მიაქირავა. ბიჭო ის რა ქვია რას ბოსნეული და ხილი რო აყინა და ისიც რო უკან წაიღო. ყველაზე მაგარი ბორშის გასაკეთებლად რა. ჩვენ ვამხილეთ კი ბატონო. მაგრამ ყველაზე მაგარი არის აკრედიტაციის გარეშე შენ რო აადექი ამას. სექტა რო გამოგივარდა. შატბერეშვილი და ჯაგანი ტეხასური ხოცვაჟლე და ტეხასური ხოცვაჟლე და ბენზოხერხი იმენა არა ძმაო ვაფშე არა იმენა ტეხასური ხოცვაჟლე და ბენზოხერხი ძმაო იქ სასტავი გამოვარდა ძმაო არა დოგვილია ვაფშე არა დოგვილი ჩემთვის იმენა დოგვილია ეხლა თქვენ ორს ან დოგვილი ბიჭო მე ჩავიფიქრე როგორი დოგვილი ესე ხედე ბაჭო აბა ამას ვიზე ამბობს ზაგანიაზე შენ აი კაი ხორცი გაქა კაი ჭიჭკინათელზე ქონდა ნაჭამი ჭიჭკინათელზე ქონდა ნაჭამი და ბიჭო დიდი მადლობა ჩემს შემოქმედების გახსნებისთვის ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს ნახვამს ხვალს რა გვიანი ეთერი გვაქვს არა 4 შაბათი ხვალ 4 შაბათი კი ბატონო მას ჩვენ უდროს ვხვდებით